ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავეს ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. დანაშაულის მხრიდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელესათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში შენათქვამი დაკავებულია ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ქრთამის სახით 5000 ლარის შესთავაზეს, ხოლო შემდგომ უკანონო საქმიანობის მფარველობისთვის სისტემატურად 2000 ლარს დაპირდნენ. ევროკავშირის ელჩის პაվել ჰერჩინსკის განცხადებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა თითქმის პარალიზებულია იმ კანონმდებლობის გამო, რომლებიც საქართველოში მიიღეს. ამის შესახებ ელჩმა ბათუმელებთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საუბარია ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონსა და ქართულ ფარაზე. საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საუბარია ნინო დათაშვილზე, რომელსაც გუშინ გვიან ღამით წარუდგინეს ბრალი.